შუადღემ მშვიდობის კიდევ ერთხელ. რეკლამის შემდეგ მოგესალმებით კიდევ ერთხელ და არაერთ გზის დავაანონსებ და ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს და მე არ ვიცი აღვნიშნე კიდევ უნდა აღვნიშნო თაკო, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ასეთი ხალხი ყავდეს სტუდიაში და არ თქვა თუ რაოდენ დიდი სიყვარულის და ბედნიერების მომტანები არიან. დაძმობის წარმოუდგენელი მაგალითი აქვს თითოეულ მათგანს და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ თქვენ უნდა გიყუროთ ყველა თაობა. აბსოლუტურად. დიდი ან პატარიანად, იმიტომ რომ მთელი თქვენი და საერთოდ ყველა თაობას განსაკუთრებულად უყვარს. კი, რა თქმა უნდა. რა საკვირველია და შესაბამისად თქვენ იმდენი სიკეთე და ბედნიერება გაქვთ ამ ერისთვის მოტანილი, რომ სხვანაირად წარმოუდგენელია. მოკლედ, ქალბატონი კირა ანდრონიკაშვილი და ბატონი მერაბ ანდრონიკაშვილი ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმრები. მადლობა კიდევ ერთხელ რომ ხართ ჩვენთან და მადლობა იმისთვის რომ აღამაზებთ ჩვენს გადაცემას. დიდი მადლობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. თქვენ გალამაზებთ ასე და რა ვიცი, რა სიტყვებს გვეუბნებით. რეალურად რაც არის ასია. დავიწყოთ ხო ბატონო, თქვენ საქართველოში გიცნობენ როგორც მუსიკოს და არქიტექტორს, თუმცა გამორჩათ, რომ სპორტთანაც ძალიან დიდი კავშირი გქონდათ. დიდი სპორტსმენი ვერ მე არ გამორჩა. დიდი სპორტსმენი ვერ ვისაუბრეთ, კი ბატონო. ესე იგი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მერაბი ქალბატონ კირაზე რამდენიმე წლით უმცროსია, როგორც გავარკვიეთ, მას პატარაობიდან გამოარჩევდა განსაკუთრებული სიყვარული, სითბო, მზრუნველობა ქალბატონი კირას მიმართ და სწორედ აი ამ გამორჩეული ურთიერთობების შესახებ გვინდა რომ მოგვიყვეთ. საინტერესოა, როგორი იყო თქვენი ბავშვობა, ეს მჭიდრო კავშირი ერთმანეთის მიმართ და აი დროთა განმავლობაში რა ფრთები შეესხა მას კიდევ? იცით რა, ბავშვობა მე მგონი უმეტეს ადამიანთა უმეტესობას რაღაც განსაკუთრებულ პერიოდად მიაჩნია, იმიტომ რომ სიხარულით სავსეა ბავშვობა, ბევრი ადამიანია ცოცხალი და შენს გარშემო ტრიალებს დედამიწა, რაღაც ესეთი შეგრძნება, ყველა შენ გეფერება, ყველა შენ კეთილსურვილებს გისურვებს და მოკლედ მე გამონაკლისი არ ყოფილი ვარ მაგ თვალსაზრისით, მაგრამ ის რომ ჩვენ ბავშვობაში აი მზიანი ამინდი რომ შემოიხედავს შენს პანჯარაში და განათდება ინტერიერი მზის სხივებით, აი ესე ნათდებოდა კირას სიცილით, იმიტომ რომ საოცრად ხით-ხითა და კისკისა იყო სულ რაღაც პოზიტიურ აი ამ ხიარულ ნოტაზე ქალბატონი კირას სილამაზე მზის სხივებთან ნამდვილად უნდა გააგრძელოს. ძალიან ხიარული იყო ძალიან და ეს განწყობას ხომ მთელ ოჯახზე გადადიოდა. გადადიოდა, იმიტომ მე შემებურად ვიყავი უცნაურად სასაცილო რაღაცებს ვლაპარაკობდი ხოლმე და თხოვდნენ რომ რა თქვიო, კიდე გაიმეორე, იმიტომ ბავშვს ეს არ უნდა ეთქვა მაგალითად და პირველი სიტყვა რომელიც მე გამოაშკარავე, ეს იყო აუცილებლად. რატო ბატონო მე? არ ვიცი, ზოგი ხო დედას ამბობს, ზოგი მამას ამბობს, რაღაცა ცუგას ამბობს, მე ვთქვი აუცილებლად. ქალბატონი რა თქვენი პირველი სიტყვა გახსოვთ რა იყო? მე არ მახსოვს, მაგრამ დედა რომ მიდიოდა სამშობიაროდ, ბებიამ ეკატერინე, მამას დედამ თილმა უთხრა რომ გეხვეწებიო გოგო გააჩინე, იმიტომ რომ სულ ბიჭები იყვნენ ირგვლივ, ელდარი, გიორგი, თენგიზი, ჩემი ძმა მერაბი, ხო, ჩემი ძმა გოგი, ბორე ანდრონიკაშვილი, აი ოთარანთქრივში რო თამაშობს არჩილს და იცით, აქეთა ჯორჯაძეების მხრიდან მერე გაჩნდნენ ისინი, აი მერაბიც მერე გაჩნდა, ბიჭები და მე ვიყავი ერთი. მაგრამ იცით რა, შეუსრულა ჩემმა დედიკო და უფალმა. და გაგაჩინა სურვილი. დიახ. როგორი ურთიერთობები გქონდათ ქალბატონო კირა? როგორი ძმა იყო ბატონი მერაბი თქვენთვის? მერაბი ხო იყო პირველ კლასში და მე ვიყავი მესამეში და მეოთხეში, ახლა ვეღარ ვანგარიშობ და თქვენ წარმოიდგინეთ რომ
ველოდებოდი ზარს, ერთ სკოლაში ვიყავით, ის სხვა სართულზე იყო და გავბოდი, რომ კლასთან დამდგარიყავი, რომ რამე არ მოუნდეს თქო, ან რაღაცა დელიკატური ამბები, ან წყალი, ან სუდად ხო არ არის თქო და ესე დაძებდი სულ მაგზავნიდან საბავშვო ბაღში, ბელის გზე იყო საბავშვო ბაღი, ვერაზე ვარ გაზრდილი. თამარა ერისთავის, სიდამონ ერისთავის ძალიან მაგარი, მე არ ვიცი კომუნისტების დროს, ესეთი თავის სახში ქონდა მოწყობილი, ოფიციალური ბელინსკის ქუჩაზე იყო. მე მაგზავნიდან მერაბის მოსაყვანად. ხო და ზოგჯერ იცით დარბოდა, საერთოდ უფრო ჩაფიქრებული იყო რაღაცნაირი, მე უფრო გიჟი. აქტიური. ხო, მაგრამ და მე რო არ მომყვებოდა ერთხელ ცოდვა მაგ ჩადენილი ბებია მოვდა მეთქი რატომღაც უთხარი არ ვიცი რატო და კინო არ ვიცი ძალიან იმოქმედა ანუ ეს იყო ხერხირითიც დაიყოლიეთ რო რაღაცას აკეთებდა გაუთავებლად მოყავდა სხვადასხვა ცხოველები იცით რა აი ზღარბიც მოიყვანა კუც ჩიტები თევზები სასწავლო უნიტაზე გაკეთება მართლა გეუბნები და მე გამოტვა იცოდა, აი მაგიდის ქვეშ იყო და არ უნდა და გამოსვლა. რამე რო არ მოეწონებოდა, მე მავიწყდებოდა მშობლები რო ან ამის მეტყოდნენ და ბავშვობის წლები და ასე კი მოკლედ ყოველთვის სახალის უახლოვდა. რაღაც ანალიზებს აკეთებდა სულ, აი მე ესე მახსოვს. მაგრამ აი ძალიან ისე მახსოვს, რომ მე 9 კლასში ვიყავი, ალბათ მერაბს გაუკეთეს იმის რა ქვია მანაწლავის ოპერაცია სასწრაფო ეს იყო სადიცით ეხლა არის მე მგონი ჩხეიძის ქუჩაზე ხო ჩხეიძის ქუჩაზე და დედიკო უნდა დარჩენილიყო და ისე შევეხვეწე რომ მე უნდა გაუთენო ღამე თქო და ვიჯექი სკამზე მთელი ღამე და იქ სხვადასხვა დაჭრილი ბიჭები გორდეზიანმა გამიკეთა ბატონო დაჭრილი ბიჭები შემოყავდა და ყველა მე მირეკავდა სიყვარულს მიხსნიდა რა მინდა იცით თქვა რომ აი ზრუნვა ჩემ მეორე ძმაზეც გოგი ანდრონიკაშვილი რომელიც აი მე ვეძახდი ჩემი მზე ხარ თქო შენ ჩემი მზე ხარ ამო მავალი და იცით მე საერთოდ მახასიათებს იმიტომ კი არა რომ მე კარგი ვარ აი ბუნებაში მაქვს ეს რომ უნდა ვიზრუნო ადამიანზე და ну ეს უნდა იზრუნოთ და უნდა იბრწყინოთ ახლა არაფერს არ მთხოვს აი სხვათა შორის უბრალოდ აფიქსირებს როდის გადის სახლიდან მესალმება დილას მე შუა დღისას მირეკავს კიდე რომ უკვე მოვედი ან საღამოს სადმე რომ მიდის მე რა მინდა იცით იმ დღეს აი უბრალოდ აი ესე ზაკს ველაპარაკებდი ტელეფონში და უცებ ზარი და არ დაკიდო მეთქი საგანძური ისი დამსახურებაა რომ ასეთი სტუმრები ყავს ზაკი არის ჩემი არ ვიცი შვილობილი ასე ეძახის არ ვიცი ამ მეგობარიც მერვე კლასში იყო რომ ნახე მამიდა ჩემის იუბილეზე ნატასი გურჯანში და ეს ბავშვი მოვიდა და მითხრა რომ თუ შეიძლება თქვენთან სურათს გადავიღებო და ასე დაიწყო თქვენი დიდი მეგობრობის ისტორია. ბატონობით იმი დამირეკა შეიძლება დავდო და ხო და ისე დამეგობრდით უბრალოდ სწორად ისე იქცეოდა ეს ადამიანი და მე ისეთი მშობლების შვილია სხვათა შორის გამაცნო დედა და მე ვარ საკის ხმა ისმის ახლა ბავშვი და უხერხულად გრძნობს ზაკი არის ადამიანი რომელსაც აი არ მიეცხოთ არაფერი ცუდი არ აკრიტო ხო ნამდვილად და სხვათა შორის მე არასდროს არ მიხმარები ვარ მე მარტო მერე როცა მაგი გაიკვლევდა გზას თუ ვინმე შემხვდებოდა ვაქებდი ყოველთვის იჭიერი და კეთილი ადამიანია ძალიან და ჩემი მეგობარია პირველ რიგში და ბავშვობის წლები გასაგებია მაგრამ ცოტა ესეც ზრდასრულ ასაკს მინდა რომ აი საინტერესოა ბატონო მერაბის დამოკიდებულება როგორი იყო როდესაც ხალბატონ კირას უკვე ფილმებში იღებდა ბატონო ნუ ახლა მსახიობები თქვენ არ გიყვერთ ბატონო მერაბ ოჯახში მე არ მეგვეს რა თქმა უნდა მაგრამ იცით რა ჩვენს ოჯახში ისეთ მაშინ მეოთხე სართულზე ცხოვრობდით ვერის ბაზრის პირდაპირ ანუ
ლენინის 22 ნომერი, ეხლა კოსტავას მერაბ კოსტავას სახელს ატარებს იგივე მისამართი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბინა იყო და იყო ძნელი იყო ლიფტის გარეშე მეოთხე სართულზე, უამრავი ადამიანი მოდიოდა, მათ შორის ესე იგი სხვადასხვა თაობის ადამიანები და ხელოვნებასთან და კინოსთან დაკავშირებული ბევრი ადამიანი იყო, უახლოესი მეგობარი ან მამაჩემის ან დედაჩემის, მაგრამ იქ მოქანდაკეებიც იყვნენ, მე ბიძინა ავალიშვილი არაჩვეულებრივი, იქ იყო თემურაზ ყუბანეიშვილი არაჩვეულებრივი გრაფიკოსი მხატვარი, მე რომელსაც ძალიან დაუმეგობრდი, როცა აკადემიაში სწავლობდი. ვერიკო ანჯაფარიძე, ბატონი მიშა ჭაურელი, ეს მამიდა ნატა ვაჩნაძე, ჩვენი ოჯახის წევრი იყო და არც მეგონა, რომ იყო ესეთი დიდი ვარსკვლავი ქართული და საბჭოთა და შეიძლება ვთქვა სოფლიო კინოში და კირა მამიდა ანდრონიკაშვილი კირა უფროსი, რომელიც ელისოს მთავარ როლში არის, ელისოს როლში არის, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ და მიაჩნდათ, რომ ძალიან დიდი წარჩინებით გამოვლინდებოდა მისი ნიჭი სოფლიო კინემატოგრაფში. სხვათა შორის კანის ფესტივალზე იყო ნაჩვენები ეს როცა ბატონი ელდარი იყო მისი შემოქმედება იყო დაფასებული და მიწვეული, აი იქ ელისო იყო რომ ნაჩვენები როგორც შედევრი სოფლიო კინემატოგრაფის ფენომენალური რა. ნუ სიამაყე და განცდები მამიდებთან დაკავშირებით გასაგებია, მაგრამ კირა როდესაც ნახეთ კინოსურათში. კირა შეგრძნება იყო. ნუ ინტერესი იყო იმიტომ რომ კირამ ძალიან პატარამ დაიწყო კინოში მოღვაწეობა, ესე ვთქვა, 12 წლის იყო. მაიაკოვსკი იწყებოდა ასე ესეთი ფილმი იყო, სადაც მე აი კადრებს მაყურებელი პარალელურ რეჟიმში ხედავს და ატევნებს თვალს. რა კარგია, მე სიამოვნებით ვნახავდი ამ ფილმს დღეს, იმიტომ რომ იქ დედა ჩვენი დედის ის არის სახე კი არა, რომელიც ნინო მესხიშვილის დედას თამაშობს. ახლა დიდი როლი არ არის, მაგრამ ეპიზოდურ როლში და მე მახსოვს დღესაც ამდენი წელი გავიდა რა საინტერესო ხალხი იყო იქ იმ დასში, რომელიც ბატონი აკაკი ხორავა იყო აკაკის მოქონდა ჩემთან თავარ როლში და მათი საუბრები და კულისებში კი არა, კადრ გარეშე რო იყვიან ურთიერთობებში და გადაღება რაც ყველაზე მთავარია, რაც დიდი ვირობები. საყვარელი ფილმი, პერსონაჟი, ქალბატონი კირას შესრულებული მე მგონია ამას დაბეჯითებით და დარწმუნებით ვამბობ, რომ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი რეჟისორები ყავდნენ და მათ შორის ჩვენი მამიდაშვილები ელდარი და გიორგი შესანიშნავი რეჟისორები არის. თენგიზ აბულაძე, ჩვენ ხო სხვა თბილისში ვიზრდებოდი და ყველას იცნობდა და ეს კონტაქტები, ინტელიგენცია ძალიან მჭიდროდ ურთიერთობაში იყო და აი მიუხედავად ამისა კირას ნამდვილი გამოყენება კინემატოგრაფში არ განხორციელდა. არის ცალკეული რაღაც წარმატებული ტრედები, არის ნეორეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ქართულ კინემატოგრაფში. ტრედებში არის, მე გადაღებებს ვესწრებოდი, იმ სახურავზე მეც ავდიოდი და ისა ბრახა ბროხეთ და შემეყვარდა სახურავი, ეხლაც სახურავზე ვატარებ ნახევარწოდს. ეხლა სულ სახურავზეა და მე ვეუბნები რაღაცას აჭედებს, მე ასვარკეებს, მე რაღაცას და მე სულ ვეუბნები, შენ უნდა გადაიღე ტრედებში. მე ვიცი რომ კირა აი იმ ტრედებში როგორც არის კირას ძალიან დიდი წარმატებები ელოდებოდა წინ, მაგრამ იწუნებდნენ რომ შენი გარეგნობით ქართულ საბჭოთა ფილმს არ მიესადაგებით. სულ მეუბნებოდნენ ბოდიში რეჟისორები, რომ
კირა ესეთი ეუბნებოდა არისტოკრატიული ვიღაცას ვინც განაგებდა ამას რომ კირა უკან გაწიეთ თორე ძალიან ისე ჩანს სხვათა შორის ლამაზი იყო რომ კადრიც ვერ უძლებდა სხვათა შორის მაგაზია კირა მე მინდა ერთი რაღაცა აღნიშნო რომ აი ნატო ვაჩნაძე ანდრონიკაშვილი ვაჩნაძე რომ ყველა მიცოდეს რომ ის ანდრონიკაშვილია და გათხოვილი იყო დიდებულ ადამიანზე მერაბ ვაჩნაძეზე რომლის სახელს მე ვატარებ დიდი პატივისცემით და ღირსებით და მე არასდროს არ შევარცხენ იმ სახელს ამას დიდი მნიშვნელობა ყველა ადამიანისთვის ვინც იცის რატო ქვია ესა თუ ის სახელი მე კიდე მამის სახელი მე დარწმუნებული ვარ რომ ყოველთვის თქვენ გეკითხებიან ხოლმე ქალბატონი კირას განსახიერებულ როლებზე უფრო მეტად და თქვენს თქვათ შთაბეჭდილებებზე შეფასებებზე ჩვენც ამით დავიწყეთ ხო რომელია თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი ფილმი მაგრამ მე მაყურებელს მინდა ახლა შევთავაზოთ ეპიზოდი ყოველთვის გამორჩეულად საყვარელი კინოფილმიდან სიურპრიზად კი ბატონო კადრი სადაც თქვენ როგორც მსახიობი თამაშობთ და მღერით. ეს არის თამაშობ. თქვენ არა, თქვენ ამბობთ რომ თამაშობთ, აი კადრი სხვა რამეს მეტყველებს. მელანადები მხოლოდ ესე ოროდის ვიგნები ზაცია წერტადშე მიზერი ბატონო მიხვარ ხადო ჯურჯული გიორგი შენგელაის გენიალური ფილმი ხარება და გოგია, სადაც თქვენ მონაწილეობდით. აი ამ შემთხვევაში არა თქვენი, არამედ ქალბატონი კირას აზრია საინტერესო, რასაც დაგინახათ კინოსურათში. მაგრამ მე როცა დრო გავიდა, ეს შევაფასე როგორც ხელოვნება გიორგი მეწყინა მე ესე კი არ მეწყინა გულში ჩავიდე. მამა ჩემის სახლია გადაღებული და მე რო დავესვე რამე კაბაში ხო და ხო ის სინაულ ღდელსო თანი ვინცა ვარ სულ ისეთი ის არის უბრალოდ იმ წუთში ეთყობა თორე ლალიც იყო ჩემი ძმისშვილი იქ და მერაბ ვაჩნაძე იყო აი თენგიზ ვაჩნაძის შვილი და მე ვიჯიგო ანდრონიკაშვილი იყო იქ მოკლედ მე რატომღაც არ ვიყავი და მე წლები რო გავიდა იმდენს მეკითხებიან ნაწყენი ხო არა ვარ ნაწყენი არავის ეკ მე რატო უნდა გადავიღე ელდარს და გიორგის როცა ასეთი პროფესიონალი შემოქმედების ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია და ატვირთულია ისა არიადნა და მე არც მიფიქრია არასდროს მაგრამ აი აქ რაღაცა მომინდა თქვენს ოჯახურ გარემოში ხდებოდა ეს გადაღებები და აბსოლუტურად ბუნებრივია და მალე კითხულობთ ახალ ფილმში. მე ამიტომ ვთქვი რომ მე მეთქი არ ვთამაშობ, იმიტომ თამაშობდა ლევან თედიაშვილი, ომარ ხაგაძე და სხვები და მისა სალაძე და დროს ატარებდი გიორგი ვაშვილის ფილმში გიხილობთ როგორც ვიცით სულ მალე ხო? თვარე მამა ჩემი. როდის უნდა ველოდოთ? არ ვიცი აპრილშიო იქნებაო ევროპულიო ისო რა ქვია გასინჯვა თუ პრემია იცით როგორ არის ძალიან გამიკვირდა ეს რეკლამა რო იყო თეთრით მებით რო ვარ ბახვასი კონიაკის იმის მე რაღაცა ძალიან დაინტერესდა ჩემი თუმცა იმიჯი არა ეფექტური ფოტოები ძალიან ფოტოშორის რო დამირეკა ოვაშვილმა მე ხო ვიცი მაგის პროფილი როგორი იღებს მაგი და რაღაცა ყველაფერი დანგრეულია ყველა გაუვერო ხო და მე ვთხარი რა როგორ რა თქო და მე უნდა გადაგიღოთ და წავედით ჭიათურაში და თელ ჭიათურას მადლობას უცხადებ რომ მე იმ ხარეში მოვხვდი და მე ამბულაურში ეს არის ულამაზესი ქვეყანა და შენარჩუნებულია ინტელიგენცია აი ნანული წერეთელი მე ნუ აი ყველა ვინცი გავიცანი მარიხვედელიძე
მთელი ისეთი ბანკეტი, იმიტომ კი არა რომ ბანკეტი მომიწყვეს. უბრალოდ ვინ ვიყავი ესეთი რომ ასე შემხვდნენ და ისეთი სითბო იქაც უყვარ ხარ კი რა. მაგრამ არცეროს ადგილი სადაც არ უყვარ. იცით რა, სულ მაუშნობებდა. და მე უთხარი მორგში ალამაზებენ ხალხს რომ წვანან მტრები მეთქი და რა გინდა ჩემგან და კი გაუშნობებ მაგრამ ვერ დაგაუშნობეო. არა ეს შეუძლებელია. არა მე მართლა. ნუ კი რა ბატონო მე რა უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ ძალიან გვიყვართ. სპორტის საუბარი ვერ მოვასწარით მაგრამ მოგვიწევს კიდე აუცილებლად. სპორტისაც შეხვედრა და ქალბატონ კირას უკვე ახალ კინოსურათში ფარე მამა ჩემი დიდი მადლობა, დიდი ინტერესით. ძალიან მიხარია. და მადლობა ზაკის რახან ამდენი ვისაუბრეთ. მე მგონი უნდა ჩამოხვიდე. საერთო და ნახლა შემდგომ. აბა კარგად ჩემი კარგი.